კიდევ ერთხელ გამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარია ბატონი მამუკა არეშიძე, მე მგონი რეგალიების ჩამოთვლა საჭირო არ არის. გესალმები მამუკა და გმადლობთ ხარ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. რა ხდება? შენი თვალსაჩინარიდან როგორ შეაფასებ მოვლენებს სოფლიოში, საქართველოში? თურმე კეთილდღეობაში ცხოვრობთ, არ ვიცოდი, იცოდი, რომ კეთილდღეობა არის საქართველოში გამეფებული და ეკონომიკური წინსვლით და კეთილდღეობით, ესე იგი დასავლეთში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებზე. იცოდი ეს, რომ კეთილდღეობაში? ვიცოდი, ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით ეს არ არის მხოლოდ ეს თქვათ ერთი-ორი ადამიანის სანჩვენი თავრობის მოფიქრებული ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების გამოდანილი დასკვნა ისინი სხვა კრიტერიუმებით მიშელობენ. სხვა კრიტერიუმებით ხო და ესენი იყენებენ რომ აი თურმე ჩვენ გვეჩვენება მაცივრები царელი კი არ არის, კი არ გვიჭირს კეთილდღეობაში ვარ. ხო, გარკვეულწილად არის აქცენტი გაკეთებული ეკონომიკური სტაბილურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასების მატება არის. თუ შედარებით მაგალითებს მოვიყვანთ, და შემიძლია გითხრათ, რომ არც სხვაგან არ არის დალხინებული მდგომარეობა გარშემო მაგალითად, მაგრამ ის რომ სოციალური ვითარება არის რთული საქართველოში, ეს ცალსახა ის ჩანს კიდევაც და აი როგორ ფიქრობ, როცა ადამიანს უჭირს ხო თითქმის 80%-ს. მე არ მხოლოდ პურის ყიდვა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ესე იგი აღარ შიმშილობს, იმიტომ რომ პურს ყიდულობს ოჯახში. წამლები, საკვები, ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვები ხო რაც აუცილებელია, მართლაც პრობლემატურია და როცა აი შენი მოსახლეობის, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს ეუბნები რომ თურმე კეთილდღეობაში ხარ ეს რაღაც უკორეაქციებს არ გამოიწვევს? იწვევს, როგორ არ იწვევს უკორეაქციას და დარწმუნებული ვარ ეს უკორეაქცია საკურესის ხარისხი იზრდება იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი ვარდება რთულ მდგომარეობაში. საერთოდ სოფლიოში არის სამწუხარო ტენდენცია ესეთი და საკამათო არ არის, რასაც მე ვიტყვი. საშუალო კლასის ისე თქვა გაქრობის ტენდენცია. საშუალო ფენა აღარ არსებობს დიდი ხანია საქართველოში. ხო, ესეთი ტენდენცია არა მხოლოდ მე ამ შემთხვევაში მე მინდა ზოგადად ვილაპარო გასაგების არა მხოლოდ საქართველოს, რომ ეს ტენდენცია არსებობს სოფლიოში მეთქი. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში და ყველგან. ევროპაში განსაკუთრებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ რო არსებობს, ამიტომ აქაც უნდა არსებობდეს. და მე ვთვლი, რომ ის ბიზნეს ვითარება, რომელიც საქართველოშია არ არის ახარბიელ. ურთულეს მდგომარეობაში და მძიმე მდგომარეობაში მე მკითხავთ სოფლის მეურნეობა და ეს იმიტომ კი არა რომ თქვათ საშუალება არ არის, უბრალოდ სისტემის შექმნა ჭირს, არ გამოდის, არ გამოვიდა, არა. ხო, სუტყვილად უხდიან ფულს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა არ აქვს. ხო, აი სასურველი იქნებოდა რომ სხვა ტიპის სისტემა, უბრალოდ სისტემა ამუშავებული იყო, ეს არ არის სისტემა, რაც დღეს სოფლის მეურნეობაში ხდება, ეს არის ცალკეული გამონათებები. იცი რა ვინც იყო მაგალითად პაატა კოღუაშვილი გარდაიცვალა, მას ჰქონდა ძალიან კარგი გეგმები, შეთავაზებაც ჰქონდა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ იგნორირება იყო ყველაფრის ამის და რას იზავ, რასაც მოიმკი, ხო იცით, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ხო, ну რა გითხრა ხო, მე არა ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ზოგადად ყველა მოაზროვნე ადამიანი შეუძლია შეაფასოს ვითარება ამა თუ იმ მიმართულებით, ამა თუ იმ დარგში. მათ შორის სოფლის მეურნეობას იმიტომ ვახსენებ, რომ სოციალური კეთილდღეობის ერთ-ერთი სეგმენტი ეს არის, სოფლის მეურნეობის მიერ გამომუშავებული და მაღალი ხარისხის დაბალფასიანი, შედარებით დაბალფასიანი, მისაღებფასიანი უბრალოდ პროდუქცია არის პოტენციალი საქართველოს ნამდვილად. შეიძლება ახლა 100%-ით მოხმარებული ეს თქვა საჭირო უბრალოდ 100%-ით ვერ შეძლოს იმ საჭირო იმ რაოდენობის ხორბლის გამომუშავება 100%-ით რაც ჭირდება ქვეყანას. მაგრამ დანარჩენ შემთხვევაში არ მგონია რომ რომელიმე პროდუქციის შექმნა იყოს პრობლემატური და ვერ შეძლოს იმის მოხმარება
რაც ქვეყანას ჭირდება. მე მახსოვს ბატონი ზვიადი განსახურდია ძალიან ისე ითვლიდა ხოლმე რეგიონების მიხედვით რომელი რეგიონი რას უნდა აკეთებდეს და მან და ეს სუმუსირებდა აზრი რომ ერთი 60-70% იგივე ხორბლის სოფლის მეურნეობის ჩვენ იმპორტი არ ჭირდებოდა თავის დროზე რომ ამისთვის მიიხედათ ესეც არის. მე ვერ გეტყვით ახლა, მე ვიცი რომ აი მაგალითად საქართველოს შეუძლია თქვა 50% მაინც გამოიმუშავოს. დღეს 10%-ია მხოლოდ ახლა. ძალიან დაბალია ხალხი მაგალითად 8-10%-ია. რამდენადაც მე მოვისმინე თუ ვწდები ბოდიში. ნიორიც პრობლემა. ხო, ხალხი გერა ნიორი კაცო. და ზოგიერთი სხვა პროდუქტი. ახლა ნუ ასეა თუ ისე აი ხო გეუბნებით. მე ერთ-ერთ თან არის ცირო კიდევ ერთი ძალიან რთული ვითარება ამ სოფლის მეურნეობაში ეს არის სპეციალისტების კატასტროფული არარსებობა. და ვინც არიან ყოველს იგნორირებას უკეთებენ. აი ამ შემთხვევაში მე თეორეტიკოსებზე პატარ თეორეტიკოსი იყო. ამ შემთხვევაში მოგ ლაპარაკი იმ ადამიანებზე, ვინც პრაქტიკულად მუშაობენ, აი გულის მიწაზე, აგრონომები და აი ესეთი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებს თორე შეიძლება ახლებით არიან ხო რაღაცები. არა, არიან, უბრალოდ არ არიან მიზიდულები. წარმოვიდგენდი რომ ამ თემაზე ლაპარაკი მომიწევდა. აბა ხო, მაგრამ რას იზავ ხა იქ სადაც ხუთი თეთრი ძირდება ელექტროენერგია და გეუბნებია რომ ფასების დაკლებაზე ვსაუბრობთ. ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით მე ამ შემთხვევაში სხვა ტიპის აზრი მაქვს. ეს ელექტროენერგიის გაძვირება არის დაკავშირებული ძალიან ბევრ კომპონენტთან და მე ვთვლი რომ ის გაძვირებას ხელოვნურად ამოხრუჭებდნენ წლების განმავლობაში. ელექტროენერგია ბევრად გამომუშავება ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ღირდა მოხმარების ფასი. და მე ვთვლი რომ ეს არ იყო კატასტროფული მოვლენა ხუთი თეთრით გაძვირება ელექტროენერგიის მე სხვა ის არის ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია გადახდის დროს რამდენჯერ თქვი რომ ესე იგი ამ თემებზე არ მელაპარაკო მაგრამ რას იზავარ ეს არის რთულია იმიტომ რომ შენთვის შენ ახარ სოციალურად დაუცველი პრაქტიკულად ხო და აქედან გამომდინარე ეს რასაკვირველია რთულია მე მესმის და წარმოიდგინე ხა ჩემზე უარესად რამდენი ადამიანია და ნამდვილად ვერც ერთი ხო გისმენთ ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ცხოვრება და ასეთი გარემოცვაში მithumetes მეას მისმენთ ეს არის ჩემი ესე იგი რაც მე ახლა ვილაპარაკ ეს არ არის ჩემი პროფესია და მე შეიძლება რაღაცები ვთქვა ისეთი რომელიც ჩემს კომპეტენციას აღემატება და უფრო ტარიხოს არ არის შენს კომპეტენციას ხო შეესაბამება მაგალითად ანაკლიის სპორტი იმიტომ რომ პირველი შენ იყავი ვინც საქმის კურსში ჩამაყენა მეც და ჩვენი მაყურებელი და მსმენელიც რომ რა არის ანაკლიის სპორტი რა სიმძიმეები აქვს მას რას ნიშნავს ანაკლიის სპორტი ქვეყნისთვის და ასე შემდეგ დღესაც ირკვევა რომ არაფერი არ წყდება რატო რაშია საქმე მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეს პროექტები რომლის რეალიზაციაც რომლის ანაკლიის სპორტის რეალიზაციის პროექტები რომელზეც იყო ლაპარაკი ამ წლების განმავლობაში ორივე თუ სამივე თუ ოთხივე შემთხვევაში ატარებდა ერთ ძალიან რთულ და ჩვენთვის მიუღებელ პუნქტი იყო ერთი ესეთი. ეს პუნქტი დაკავშირებული იყო იმასთან თუ პორტმა ვერ შეძლოს შესაბამისი რაოდენობის ტვირთების მოზიდვა, მაშინ უნდა ანაზღაუროს ყველაფერი სახელმწიფო. პატარა ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ძალიან რთულია ამის კეთება. ეთქვათ რომ ყოფილიყო რომ ეს უნდა მოხდეს, თქვა 10 წლის მერე ანაზღაურებების დაწყება, აი მერე თუ არ ეს კიდე გასაგებია შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც სპორტი ამუშავდება და იმ წუთში თუ ტვირთები არ იქნა, ესე იგი კეთან კერძო ფირმა არის, ხო? ამშენებელი, ამისი და კერძო ფირმა არის, არა მხოლოდ ამშენებელი, არამედ ექსპლუატატორი. და გამოდის რომ ესე იგი სახელმწიფო უნდა დაუდგეს იმას გარანტიად, რომ ტვირთები იქნება თუ არ იქნება. აი ეს არის ძალიან რთული თემა, თან გავითვალისწინოთ, რომ 51% რო სახელმწიფოსია, ამიტომ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი კი არა ტვირთების მოზიდვის, ესე იგი რაოდენობა თუ არ იქნა ისეთი, რომელიც არის გათვალისწინებული, თქვა პროექტით და ზარალში წავიდა ეს კერძო კომპანია, მაშინ ხელისუფლება უნდა დაფაროს ეს დავალიანება კი არა დანაკლისი. და რატო აუცილებელი იყო არ შეიძლება? ასეთი პირობა იყო იმ შემთხვევაშიც და ასეთი პირობა იყო ამ შემთხვევაშიც. სხვადასხვა, ისე ვთქვათ, სხვადასხვა გვარად იყო ეს შებუთული, მაგრამ აზრი ასეთი იყო.
ეხლა რა მინდა გითხრათ, იცი რომ ეს პროექტი არ არის ესეთი ჩვეულებრივი. ამ პროექტზე შეიძლება უზომო სპეკულაცია რამდენიც გინდა პოლიტიკურ კონტექსტში. როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან. რამდენიც გინდა შეგიძლია ელაპარაკო გაუთავებდა. მაგრამ ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროექტი, თან ეხლა ამ ბოლო დროს მით უფრო პოლიტიკური სიმძიმე შეიძინა. საქმე რა შეიცი რომ დღეს პრაქტიკულად ტრადიციული საკომუნიკაციო აი ამ რეგიონის საკომუნიკაციო დერეფნები არის გათიშული. ან გარკვეული რისკის ქვეშ, ან სანქცირებული. აქედან გამომდინარე, როგორ სანქცირებული? სანქცირებული რუსული მარშრუტები, მაგალითად რუსული რკინიგზაა სანქცირებული და ამიტომ რაღაც მომენტში 140 მილიონი ტონა ტვირთი ეყარა ჩინეთის პორტებში და საწყობებული იყო, იმიტომ რომ ერთად ვერ გაქონდათ. აი საწყის ეტაპზე რასაკვირველია მე შეიცვალა სურათი. მე გევით დაიწყოს გადაზიდვა. აქ არის შემდეგი ფაქტორები, ესე იგი აი ეს ფაქტორები მუშაობს, იმიტომ რომ დერეფნების ესე ვთქვათ კონფიგურაცია იცვლება და პლუს მსხვილი მოთამაშეების ხელჩართული ბრძოლა კულუარებში ვინ იქნება აი ამ ახალი მარშრუტების აკონტროლებელი. მარშრუტის ანაკლიის პორტი არის მარშრუტის ნაწილი. და ესე იგი ეს ბრძოლა არის ძალიან ინტენსიური. სხვადასხვა ხასიათის და სხვადასხვა სიხშირის. ეხლა რომ გადავხედოთ გზებს, პრაქტიკულად რა გამოდის? აი, მოდი ისე შევაფასოთ, ხო? პრაქტიკულად ის გზა, რომელიც აკავშირებს ჩინეთს და ევროპას და ევროპა არის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩინური პროდუქციის დაახლოებით მილიარდამდე და მილიარდზე მეტი არის ევროპისა და მილიარდი კი აკაც 600 მილიარდია თუ 700 მილიარდი ევროპასთან ვაჭრობის მოცულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კიდევ უფრო მეტი და ნუ აი ეს არის ესე იგი აღმოსავლეთ დასავლეთის გზა შუა დერეფანს რო ვამბობ. ხო შუა დერეფანი პირობითი სახელია, დღევანდელი სახელია, მაგრამ ისე მოდი თქვათ აღმოსავლეთ დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალი. არა მარტო თვითონ ამ დერეფანზე მიმდინარეობს როგორც ზოგად ცნებაზე ბრძოლა, ბრძოლა მიმდინარეობს ამ დერეფნის სეგმენტებზე. მაგალითად ყაზახეთისთვის დღეს არის აი ქვეყანა ყაზახეთისთვის მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ბრძოლა სხვადასხვა მსხვილ მოთამაშეს შორის. ეს არის ჩინეთი, ეს არის რუსეთი, ეს არის თურქეთი, ეს არის ცალკე თურქეთია სხვადასხვა. ეს არის კიდევ ევროპა ცალკე ბრიტანელები და ცალკე ამერიკელები. ბრძოლა მიდის ამ თვითონ ამ მაგისტრალთან დაკავშირებით, ამ კორიდორთან დაკავშირებით, ბრძოლა მიმდინარეობს ყაზახეთის წიაღისეულთან დაკავშირებით, თუმცა ყაზახეთი ძალიან მდიდარია. არა მარტო ენერგო რესურსებით, არამედ მდიდარია იშვიათი მეტალებით. და მოკლედ აი ამ პატარა ყაზახეთზე, ნუ შედარებით პატარა ახლა დანარჩენ სოფლიოსთან თორე ჩვენზე ბევრად დიდია, მიმდინარეობს ხელშეერთული ბრძოლა. ეს ყაზახეთი არის ცენტრალური სეგმენტი აი ამ შუა დერეფნის. ხო, საერთოდ ცენტრალური აზია დღეს არის გახდა განსაკუთრებული დაინტერესების სფერო მსხვილი მოთამაშეებისა, გავლენებისათვის და პლუს ცენტრალურ აზიაზე მიმული სამხრეთ კავკასია. აი ეს არის ერთნაირი სივრცე. ეხლა ამ დერეფნებისთვის ხომ მიმდინარეობს ბრძოლა, და ასევე მიმდინარეობს არა მარტო აღმოსავლეთ დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნები. რუსეთს ძალიან არ აწყობს, რომ მისი მარშრუტი გადის აზერბაიჯანზე და მერე ნუ ირანზე გადიოდა, მაგრამ ეხლა გაჩერებულია ეს მარშრუტი. გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი პორტი ინდოეთმა არენდით აიღო ირანისა, ზუსტად იმიტომ რომ თვითონ გადაეძიდა ირანში შემოსული რუსული პროდუქცია უკვე თავისი ზღვით ესე ინდოეთში. ეხლა ირანი გაჩერებულია, აზერბაიჯანი არის თურქული კონგლომერატის, თურქული სახელმწიფოების ერთობის, დიდი ტურანის პროექტის ნაწილი, ამიტომ რუსეთს არ უნდა რომ აზერბაიჯანი მხოლოდ მარტო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადიოდეს მისი რკინიგზა. თვითონ რუსეთის რკინიგზა სანქცირებულია, მეთქი გითხარით და ესეთი ვითარება. ეხლა პრინციპში ესეთი ქაოტური მდგომარეობაა, რომ ძალიან ესეთი მომგებიანია მავანისთვის ამ სიტუაციაში ბრძოლა, თუმცა რესურსი აქვს, მსხვილ მოთამაშეს გულისხმობ და იმისთვის რომ მისმა პროექტმა გაიმარჯვოს, ამიტომ უნდა შეუშალოს სხვის პროექტს, ხელი სიტყვა შეუშალოს მეაქციათ ყურადღება, იმიტომ რომ ანაკლის პორტის არაშენება და არ ესე იგი ინტენსიური მუშაობის არ ქონა
მსხვილი ესე იგი დამფინანსებლის არ ყოლა და სხვა და სხვა ეს ყველაფერი ამ დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილი. ეს არ არის მარტო ის, რომ ვიღაცას ხელი უნდა მოითბოს და ამიტომ რაღაცას აკეთებს ან ვერ აკეთებს. აი ვის აწყობს ყველაზე მეტად რომ არ გაკეთდეს, არ აშენდეს. თვითონ მოდი სწორედ მინდა გაგებული ვიყო, არ აშენდეს კი არა, მე უნდა ვაკონტროლო. აშენდეს, მაგრამ მე უნდა ვაკონტროლო. ამას ამობს ყველა. არ აშენდეს უნდა რუსეთს, არ აშენდეს უნდა თურქეთს. იმიტომ რომ მათი კონკურენტია თუნდაც ჩინეთს, ამერიკას, ევროპას, ბრიტანეთს უნდა რომ თვითონ აშენდეს, მაგრამ თვითონ აკონტროლოს. თლიანად. ბრიტანელების შემთხვევაში ყოველთვის ასეა. თუ ბრიტანეთი არის სადმე იმას უნდა აკონტროლებს ეს მთლიანად. მხოლოდ ბრიტანეთი. ასეთი ისტორიული ტრადიცია ბრიტანელებს. გამოსავალი? აი ამოსავალი არის ერთის მხრივ ბალანსის პოლიტიკა და მეორეს მხრივ ვითარების ისე მორგება, რომ როგორღაც მოახერხო ინტერესების გათვალისწინება, ყველას ინტერესების გათვალისწინება. მე ამის მაგალითი არსებობს სამხრეთ კავკასიაში, მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი. თუ იმას გონია, რომ მაშინდელი ეს ენერგოდერეფანი, რომელიც შეიქმნა ბაქო-თბილისი-ჯეიხანი 90-იან წლებში, ეს ამა ყველაფერმა თავისუფლად ჩაიარა და ყოველგვარი ექსცესების გარშე ძალიან ცდება. ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლის შედეგი დადგა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ რუსეთი უაღრესად დასუსტებული იყო და პრაქტიკულად იყო მშიერი და დასავლეთის იმედზე იყო, დასავლეთმა მაინც ვერ გაბედა, რომ რუსეთის გარეშე ეს პროექტი განახორციელდა და ჩასვა ლუკოილი მეწილედ. რუსული კერძო ფირმა, ვითომ კერძო პირობით ის არის. ვაგიტ ალგპეროვის და 13% ქონდა ლუკოს არაფერში, მარტო რო იყო იქ. BP-ს British Petroleum-ის იყო თავოსნობით ხდებოდა ეს ყველაფერი გახსოვდა. მაშინ იყო ძალიან დიდი ბრძოლა და ეს ბრძოლა ყველაფერი ჩვენ თვალწინ გაიარა, მაგრამ დაინტერესებული ხალხი მაშინ ნაკლებად იყო ამ კულუარული ისტორია. მე ძალიან კარგად მახსოვს ამბავი, რომ აი ესე დააბალანსეს ვითარება, რომ ჩასვეს იქ მონაწილედ რუსული ფირმა. რატო ვერ ვგრძნობდით აი ამას? შემოსავალი არ იყო მაშინ. აი რატო იყო საქართველოში აი ესეთი გაჭირვება თუ ქონდა აი ესეთი შანსი რომ მიგვიღო მაგალითად შემოსავალი? ლუკოი იყო და რის გამიგიღო შემოსავალი? ბაქო ჯეიხანის ერთი ჩვენ ვიყავით სულ მხოლოდ ვახდენდით ამის ტრანზიტს. ამას ჩვენთვის პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, ეკონომიკური კი არა იმდენად. გატარების ფული, არენდის ფული თუ რა ქვია. დიახ, რაცა. არ იყო ძალიან დიდი. და მოგვეთხოვა? მაგრამ მოგვეთხოვა, რომ ვინ არ მოითხოვა, ახლა გია ჭანტურია ისეთი მომლაპარაკებელი, თავარი ისეთი იყო. შეელო ნამდვილად და აკეთებდა კიდევაც. გია ჭანტური იყო უბადლო მომლაპარაკებელი სხვადასხვა. მეც გამიკვირდა, რომ გია ჭანტურიას წლები ვიცნობდი და არ ვიცოდი, რომ ესე შეელო სალაპარაკო. და რატო ვერ გასაკუთრებით აი გამოუვიდა კარგად მახსოვს ეს ბაქო ჯეიხანი იმდენად ერთ პირველი იყო გამოცდილება არ ქონდა და მეორე მხარეებმა არ დათმეს. ახლა British Petroleum იყო ეს ხო არ არის საქონლმოქმედო ორგანიზაცია, ეს არის ბიზნესი. არა, მესის, მაგრამ როდესაც შენზე გადის და შენს გარეშე სხვა გზა არ აქვს, ხო? მაშინ შენ უნდა ივაჭრო. უნდა მზად იყო ამ ვაჭრობა. ჩემო კარგო, ჩემზე გადის და სხვა გზა არ აქვს კი არა, მე ამ შემთხვევაში ალბათ ვერ გაიგე რა ვთქვი. მე ვთქვი, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა ჩვენ იმისთვის, რომ ამას აგაევლო. აჰა, აქეთ არა, იგონია მოგვადგენდა კითხოს ამოდედი გავატარო. არ იყო ეს ეგრე. რასაკვირველია დარწმუნებული. სხვა გზა იყო კიდე რომ გაეკეთებინა. სხვადასხვა უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს გახსოვს ალბათ 1918-19 წელი იყო, აღარ მახსოვს, როდესაც ინგლისელებმა ბაქოს ოკუპაცია მოახდინეს. ყოველთვის ჰქონდათ ეს ევროპელებს, რომ ბაქო ესე იმიტომ რომ მაშინ ერთ-ერთი ევროპისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ესე საბადოების ერთადერთი იყო პრინციპში. ძალიან ცოტა იყო მაშინ ევროპაში ნავთობის მოპოვების ესე იგი სივრცეები. ხო და აი ბაქოსთვის იყო მაშინ გააფთრებული ბრძოლა, მაგრამ მე აი პირველი მსოფლიო ომის მიწურულს უკვე ინგლისელმა გეოლოგებმა
მესოპოტამიაში, მაშინ და მესოპოტამიაში დღევანდელ ერაყში, მაშინ უკვე აღმოაჩინეს ნავთობი და აქედან გამომდინარე ინგლისელების ინტერესი შენელდა, თორე 18-19 წლებში ჯერ კიდე ჰქონდათ, მაგრამ თუ გახსოვთ უკვე აღარ იყო ეს ინტერესი და იმდენად აღარ იყო, რომ საკუთარ სიტყვას და გადაწყვეტილებას უღალატეს და თხასავით გავყიდეს. ჩვენ 21 წლის 25 თებერვალს და 10 მარტს რუსეთთან ხელი მოაწერეს სავაჭრო ხელშეკრულებას. მოკლედ რა გითხრა ახლა დათვობისთვის ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის პოლიტოლოგის რა თქვა ის არ იყოს ვინც ფლობს ნავთობს ის ფლობს აკეთებს პოლიტიკას კლის პოლიტიკას ხო და ესეა რა ახლა ნუ პრინციპში აი დღეს მაგალითად ორმოზის სრუტის ჩაკეტვამ ნახეთ რა მდგომარეობა გამოიწვია სოფლიო ეკონომიკა არის უაღრესად დაძაბულ მდგომარეობაში განსაკუთრებით ევროპა, იმიტომ რომ ევროპა უმძიმეს მდგომარეობაშია მიუხედავად იმისა, რომ რა არის, იცი რომ ევროპა მიეჩვია ამერიკის შეერთებული შტატების ქოლგის ქვეშ ყოფნას და კაი ცხოვრებას. კარგს კი არა, კაი ცხოვრებას. ხო და გადაწყობა ძალიან უჭირს ახლა. ანგელა მერკელმა თავის დროზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთთან დაელაგებინა ეს ენერგოურთიერთობა და მერკელის დამსახურებაა ის, რომ ასეთ იაფად იღებდა გერმანია რუსეთის ენერგომატარებლებს, მაგრამ ამას უნდა ითქვას ისიც, რომ ეს მერკელმა გათვალა წინასწარ, მე რაც გულისხმობ იმას, რომ ამიტომაც გახდა გერმანიის ეკონომიკა პირველი იმაში, რა ქვია. ევროპაში. იმდენად ისეთი გახდა, რომ სხვა ტიპის ენერგომომსახურებაზე ზოგ შემთხვევაში ვარსას ამობდნენ, მაგალითად ატომურ ელექტროსადგურებზე. ხო და ასეა თუ ისეა, ნუ ეხლა ეს მარტო ენერგეტიკას არ ეხება, ეს არის ზოგადად ფსიქოლოგიას ეხება. აი ფსიქოლოგია ჩამოყალიბდა ისეთი, როდესაც ორიენტირებულები არიან აბსოლუტურად სხვა რამეზე, ესე იგი მათთვის აი პოლიტიკის კეთება, საერთაშორისო პოლიტიკის კეთება ყოველთვის იყო დამოკიდებული ამერიკის შეერთებული შტატების განწყობაზე. მე გულისხმობ ასაკვირველი 45 წლის მერე, ნუ მეორე მსოფლიო ომის მერე. ხო და ეხლა უკვე როდესაც გაჩნდა პრობლემები, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ურთიერთობა გაცივდა, როცა ნატოს საკითხი არის დღის წესრიგში, ქაღალდის ნატო. ხო, აი უკვე ესე გამოფხიზლების პროცესი დაიწყო, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია, უკვე დაგვიანებული იმდენი შეცდომაა დაშვებული, რომ დღეს აი ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც ყალიბდება ძოლებისგან განსხვავებით, უკვე იგრძნობა, რომ მკვეთრად გაყოფილები არიან, ესენი არ არიან უკვე, თქვათ, სოციალ-დემოკრატები და ესენი არიან ულტრამემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები. ეს არის უკიდურესი ესე თქვათ დაპირისპირების რეჟიმში არის. ესე ყოველთვის მიგვირს, აი ამ ულტრამემარჯვენეების მთავარი თავმჯდომარე, ხო? თავქალი ასე ვთქვათ, ულტრამემარჯვენეების არის ლესბოსელი. ყავს ქალი, ცოლი და ორი ისა შვილი ნაშვილი. ხო, ეს უცნაურობა ევროპას ახალს. აი გერმანელ ხალხს, აი მაშინ სად არის მემარჯვენეობა აქ? ხო, რასაკვირველი აბსოლუტურად მე მესმის, რასაც სვა მე არ შემიძლია ამ ფენომენის ახსნა, მე მაინც ეს ჩემი ვარაუდია, ესე წარმავალია, იმიტომ რომ მის ახალგაზრდა ფრთას, რომელიც აი ამ პარტიაში ეხლა კი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა და ამისი ეს პოზიციაც არ მოწონდა ეს მდგომარეობას და გარდა ამისა მისი რადიკალიზმიც არ მოწონდა. თვლია რომ უფრო მეტი რადიკალიზმია საჭირო, იმიტომ რომ მთავარი საკითხი ქვაკუთხედი ყველაფრის და ეს ტრადიციული ურთიერთობები კი არ არის, თავარი ქვაკუთხედი არის მიგრაციის არასწორი ფორმა, არა სისტემა. ნუ ამან ძალიან ეს მერკელის ის არის. მერკელის ხო, ნუ მერკელამდეც ნაცვალები ხალხი. თურქები კი, მაგრამ ეხლა მთლიანად ხო, ნუ მოკლედ ესეთი მდგომარეობა, ფორმულა ესეთია ამ ახალგაზრდების. ერთი მშრომელი გერმანელი 4 მიგრანტს არ უნდა აჭმევდეს და მართლა ესია, სტატისტიკით ესია, რომ 4 ადამიანი, რომელიც სოციალურ დახმარებაზე ზის, ხო, ის იღებს პრაქტიკულად ერთი გერმანელის თან გადახდილ გადასახადებიდან ფულს. სოციალურ იგივე მდგომარეობა საფრანგეთში. ეხლა სხვადასხვა მე აი პარადოქსალური ვითარება, მოკლედ პრაქტიკულად ევროპელი ჩემი კოლეგების შეფასებით საფრანგეთი როგორც ესეთი ფრანგული კულტურის მატარებელი ერთეული პრაქტიკულად აღარ არის. ეს არის უბრალოდ დარჩენილი სახელმწიფო, თავისი ჰიმნი, დროში, ჯერ კიდევ ძლიერი სახელმწიფო, თავისი პოტენციალით, ყველაფრით, მაგრამ უკვე პრაქტიკულად
ნელ-ნელა არაფრანგული ხდება. გენეტიკურად არაფრანგული ხდება და ამას მნიშვნელობა აქვს. ნუ რა გითხრათ ახლა მე არ მინდა ძალიან შორს წავიდე, მაგრამ იყო ესეთი თეოლოგი და რელიგიური მოღვაწე საიდ კუტბა, რომელიც წარმოადგენდა ძალიან ორთოდოქსალურის არ ვიტყოდი, მე ვიტყოდი პოლიტიკური ისლამის ერთ-ერთ ორგანიზაციას, არის ძმები მუსულმანები, რომელიც არის ყველაზე უფრო ძველი, აი ამ ფორმის ორგანიზაციებში შორის ალ-კაიდების, ისლამური ხალიფატების და ყველაფერი ძველია და ყველაზე უფრო სწორედ ორგანიზებული და ყველაზე უფრო ეფექტურად მოქმედი. ტერორისტული აქტების და სროლის და აქეთ-იქით ცირბილის გარეშე. აი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. და აი მან თქვა, ის ამბობდა 70-იან წლებში, რომ ევროპა არის ისლამით ფეხმძიმედ და ადრე თუ გვიან იშვება აუცილებლად ევროპის ტერიტორიაზე იმშობიარებს. და პრაქტიკულად აი აქეთ კემიდი საქმე. მე ისლამის წინააღმდეგი არა ვარ, 1000 შე მithქვი, მაგალითად და ეხლაც ვიტყვი, მე აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არის ისლამისტების ესე პოლიტიკური ისლამის მატარებლების პოზიცია, რომ აი ამ ესე ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ისლამშიც იყო ეს სოფლიო ხალიფატის ცნება, ეს იყო უფრო რომანტიული მიდგომა, ვიდრე რეალისტური გეგმა და ეს რომანტიული მიდგომა ამათ მაქციეს რეალისტური გეგმის ნაწილად. აი ეს გამახსენდა უცბად საქართველოში დღევანდელი დღიდან ამოქმედა ხო კანონი. ესე იგი, რა მდგომარეობაში ვართ, რომ სამუშაო ადგილები არის ტაქსის მძღოლი, კურიერი და გიდები კიდე, აი შეიძლება სახელმწიფო გველაპარაკებოდეს რამეზე, როცა სამუშაო ადგილები ძირითადად ეს არის კურიერობა და ტაქსის მძღოლობა. მესმის რას ლაპარაკობ. ჩემთვის გასაგებია ეს ყველაფერი და არ არის სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ რა არის, იცი რომ მე გერმანიდან შორიდან დავიწყე. ეხლა ვიტყვი აი ცუდ რამეს, რაც ჩვენ რაც ბევრს არ მოეწონება, მაგრამ ეს ესე უნდა იყოს. რა არის, იცი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთ ცნებას, რომელიც ერთ ზესტენციას, რა ვიცი, ცნება და რა დავარქვა, არ ვიცი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კომუნისტური რეჟიმის დროსაც და ეხლაც და იქიდან მოყოლილია ეს. ეს უკვე რაღაც გენეტიკური მეხსიერების დონეზე გადავიდა. არავითარ მნიშვნელობას არ წარმოადგენს დიდი რაოდენობის, დიდი ნაწილისთვის ჩვენი მოსახლეობის. ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა. კი. ყოველთვის სხვა არის დამნაშავე. აი ხა სოფლის მეურნეობა ვახსენეთ, ხო? შეხო შენი თვალით გინახავს უსაქმური ადამიანები სოფელში ბირჟაზე რადგან დილნეს აღამომდე. მე მინახავს ყოველ შემთხვევაში არა. მე ამაზე პასუხი მაქვს, მამუკა, უკაცრავად გაწყვეტინებ. мотивация ჭირდება ყველას და ყველაფერში. გლეხს ჭირდება мотивация. მე ისეთი მოტივირებული ხალხი მინახია იქვე სოფელში. არა, ეს мотивация მისიის კი არა, მუშაობის мотивация. მივალთ მაგამდე. მე ამ შემთხვევაში ყველა მთავრობა, მოდი შევთვალ, ყველა მთავრობა არის აზიზღარი, ცუდით და გათახსირებული. გავანებოთ ახლა ამაზე ლაპარაკს თავი. შენ ვინახა და რასაკეთებ? ესეც უნდა იყოს. ეს რამა საყარელიძეს ის არის, რა ქვია. კი ბატონო, ძალიან კარგი უერთდები მაშინ ამას. იმიტომ რომ მე ამ უპასუხისმგებლობას ვგრძნობ ზოგადად რა. თორე პრინციპში არ არის რთული. ეხლა აი მაგალითად ეხლა მე ნახე მომიტანეს ერთ-ერთი უწყების მიერ გამოცხადებული კონკურსების სამუშაო ადგილებთან დაკავშირებული კი არა, აი აწარმოე საქართველოს მაგვარი ეს ბიზნეს პროექტები და აი ჩვენი თაობის, ჩემზე უმცროსი თაობის ადამიანები ისწრებენ და მოკლედ რაღაც აგდებულად ლაპარაკობდნენ. ესე იგი და მე მისთვის ჩემს სტუდენტებს მიუტანე ექსპერიმენტი ჩავატარე, ზოგადად ტესტირება. და ამ ბავშვებიდან 10-15%-მა უცებ მოიგონა, იმიტომ რომ მოეწონათ პირობები. და უცებ მოიგონა რა შეიძლება, როგორ შეიძლება ჩართულიყვნენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ყოველთვის შეიძლება ვთქვათ, რომ განათლების სისტემა არ არის კარგი, ის არ არის კარგი, ეს არ არის კარგი, მაგრამ ინიციატივიანი ადამიანი
ყოველთვის მონახავს ხოლმე ყოველთვის მე არ ვეკუთვნ ინიციატივა ადამიანებს, ასე რომ ხო, თუმცა ყოველთვის არა, რაც არ უნდა დიდი ინიციატივა გქონდეს, ამას კიდე სხვა შეგვიძლია დილამდე გამართოთ ეხლა და სხვა თემაზე ვარ მოსული. ეხლა სოფლის მეურნეობაზე მალაპარაკი ნახევარ საათი. კი ბატონო. არა, ნუ ეს ჩვენი ქართული ტკივილია. ქართული ტკივილი რო არის ესე რასაკვირველია, მე ამ შემთხვევაში ვამბობ, რომ ხელისუფლებას თავისი უნდა გააკეთოს და ხალხს თავისი უნდა გააკეთოს. სახელმწიფო რატო გჭირდება, ხო? სახელმწიფოს დანიშნულება რა არის, რომ მე თუ მინდა რაღაცა არ გაკეთება, რაღაც იძულებული ვიყო, რომ გავაკეთო. გლეხი მიწას უნდა მიაჯაჭო, უნდა მისი мотиваცია, მისი შრომის. ნუ ეს მართლა შორს წაგვიყვანს. შენ აზერბაიჯანი ახსენე და მოკლედ რაც შეეხება ანაკლიის სპორტს. გვაქვს იმის შანსი, რომ დავუშვათ მოვილაპარაკოთ, შენ როგორ ფიქრობ, რომელ სახელმწიფოსთან უფრო არის კარგი საქართველოსთვის მოლაპარაკება და არის თუ არა შანსი იმისა, რომ სახელმწიფო, რომელიც სხვილი მოთამაშეა, ვიდრე მსოფლიო წესრიგის კონტურები არ გამოიკვეთება, ძალიან რთულია რომელიმესთან გადამწყვეტი მოლაპარაკების. ამიტომ გაჩერდება. იმიტომ რომ ყველა თვლის, რომ თუ ის იქნება აქ, აი ანაკლიის სპორტის თემას მაგვარ საკითხებთან, მაშინ ის უნდა იყოს მდგომარეობის ბატონ პატრონი. ხო, აი ეს რუსეთი იქნება, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თუ სხვა. მე ხა აზერბაიჯან და სომეხთან მივალ აზერბაიჯანს ჯერს აზერბაიჯანთან ალიევი ოდესაც ჩამოვიდა მისი ერთ-ერთი თემა ამაში იყო ზუსტად ალიევი ეს ცდილობს მე გითხარი თავიდან რომ დაიყო მეთქი სეგმენტებად ეს შუადერებანი ალიევი თulis რომ აზერბაიჯანს აქვს იმის პოტენცია და საშუალება რომ შუადერებნის აი ამ მონაკვეთს რასაც ქვია ბაქოდან ვიდრე ფოთამდე თუ ანაკლიამდე მოუაროს მანდა საქართველოს. ესე თulis. და აი მის პოზიციონირებას ახდენს სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ტრიბუნიდან, სხვადასხვა ადგილას. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხში მის უკან დგას ანკარა. ანკარა უნდა დავინახოთ, როგორც ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, მაგრამ ნუ აზერბაიჯანს თავისი რესურსიც აქვს. აი ეხლა ეს პრინციპში აზერბაიჯანის ალიევის ვიზიტის დროს ეს თემა იყო ასე თქვათ გაპიარებული, გამოტანილი საზოგადოების და პოლიტიკური ელიტების სამჟავროზე. არა ის თქვათ დაძალებით ისე ეხლა ტესტირებას პარიტეტულ საწყისებზე იყო დაუშვათ იმათი და ჩვენი არა ზოგადად იყო თემაზე ლაპარაკი ჯერჯერობით. ეს არის ტესტირების რეჟიმში ეხლა ეს ყველაფერი რა სიტყვიან ის მსხვილი მოთამაშეები. არ არის გამორიცხული რომ მსხვილი მოთამაშეებს ჭკუაში დაუჯდეთ ასეთი ტიპის პროექტები, რომელსაც თვითონ გააკონტროლებენ უკვე სხვა ფორმით. იმიტომ რომ ეხლა აქ შემთხვევაში კონკრეტული ქვეყანა ჯობია შენი მოკავშირედ გაიხადო, ვიდრე მოწინააღმდეგეთ, ხო? და აზერბაიჯანს ანგარიში გასაწევი ძალა. ეხლა სოფლიოში განსაკუთრებით აი ამ სივრცეში, ევროაზიულ სივრცეში და რატო? იმიტომ რომ ენერგომატარებლების მფლობელია. დღეს ეს არის. ხო, მართალია აზერბაიჯანმა ვერ შეძლო ესეთი ფინანსური სისტემა შეექმნა, როგორც მაგალითად არაბების გაერთიანებულმა ემირატებმა, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს სხვა ძალას. ეს ძალა იგულისხმება ესე თალკენ ენერგომატარებლები, მეორე მისი მდებარეობა ეს კასპიის ზღვის პირას, ეს შავ ზღვასთან ახლოს არის. და მესამე ის რომ რეგიონში ის არის ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორი, არა მხოლოდ თურქეთისა, არამედ მასთან დაპირისპირებული ისრაელის. და აი სხვა შორის რაც არ ეპატიება მოგესალმებათ ხარს. არაპატება ხარს. არაპატება ხარს. იუპიტერს რაც ეპატიება. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის მდგომარეობა ისე დააყენა თავისი დიპლომატიით, აღმოსავლური დიპლომატიით ეს საკითხი, რომ ხარის და იუპიტერის როლები შეითავსა ორივეს. ხან ხარია, ხან იუპიტერი, როგორც ჭირდება. ამ დროს ჩვენი დავით გარეჯიკი არ არის დაბრუნებული და კატიშვილი არ ესაუბრება და აი ხა ესე ვის ქართულ რაღაცაზე მინდა გაუსვა ხაზი, იცი როგორ შევშფოთთი და რითი, როცა ჩამოვიდა ალიევი და აი ნახე ივანიშვილთან ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრი უკან რაღაცა გოშია ლეკვივით მიყვებოდნენ. ესე იგი, აი ესეც არ არის საქართველოში, გესმის თუ პირველი პირი ივანიშვილია თუ პრემიერ-მინისტრია. ხო შეიძლება დაიმალოს მაინც, იცი როგორი უხერხული, აი სახელმწიფოებრივ იმას გილახავს რა თამოყარეობას. იცი რა შეესაქმე, მე მართალი ხარ, მესმის ასე ლაპარაკობ ძალიან კარგად, მაგრამ
აი რატო გილახავს ახლა მაგალითად მე მინახავს რომ ეს რა ქვია მასთან ჰემინგუეისთან მისული სტუმრების სადღაც ეიზენჰაუერი უკან იდგა კუთხეში ფლორიდაში როცა იყო ჩასული საქმე იმაშია რომ ის ჰემინგუეი იყო ხო გესმის ეს ივანიშვილია ის ჰემინგუეი იყო და კი და ეს ისეთი სტუმრები ნუ მესმის მაგრამ შენ ხო პოლიტიკაზე ხო არ იყვნენ ჰემინგუეისთან აქ პოლიტიკაზე არ ესაუბრებიან პრემიერ-მინისტრს ესაუბრებიან ივანიშვილს რომელიც პრინციპში ხო თანამდებობით არავინ არ არის აი ხო და მე რატომღაც გონია რომ აი ამაზე ამდენი ლაპარაკი არ ღირს მეთქი ეს არ არის ძალიან რთულ გარემოებაში შენ კი შენზე არ ვლაპარაკობ კაცო ვლაპარაკობ პრესაში აჭრელებული იყო ეს რასაკვირველია შეიძლება დასანახავად არასასიამოვნო იყო მაგრამ გაითვალისწინო ჯერ პარტიის თავმჯდომარეა მოქმედი და მეორეც ერთი სხვა რამის საპატიო თავმჯდომარეა ესე იგი სიტყვა ვერც ერთი მართლა შეუძლებელია. საპატიო თავმჯდომარეა, მამუკა, არ არის საპატიო თავმჯდომარე, ეს რაღაცა არაფორმალური ისაა რა ამიტაც. უკაცრავად გისმენ. არა, მე საღარ გავაგზავნე. გისმენ. არა, გენიზოლი არის შეშო. დავიღალე უკვე. რატო დაიღალე? ჩვენ ხო მონოლოგი, ჩვენ ხო დიალოგისა, მონოლოგი არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს დიალოგი, ხო? მართლაც ის არის ძალიან ცუდი. ნუ მე არ მიმაჩნია რომ ეს არის დღისასრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და რა ვიცი ხო, რა ვიცი. დღე-დაღამე ამაზეა ლაპარაკი, ის უკან მოყვებოდა, წინ მიდიოდა რა. ჩვენ ხო არ ვიცით რა ხდებოდა ეს რეალობაში, რა. კარგი. ეხლა ირანს ამ სიტუაციაში თუნდაც აწყობს და დაუშვებს მაგალითად აზერბაიჯან სომხური გაჩერებული ეგ საკითხი ხო მიიყვანა აზერბაიჯანმა რკინიგზას და ავტომაგისტრალის მამდე კორიდორია თუ რაც არის ტრამპის კორიდორამდე და გაჩერდა იმდა გაჩერდა რომ შეუძლებელია ახლა იქ ამაზე ლაპარაკი ირანი ამას არ დაუშვებს და პარალელურად ირანის ტერიტორიაზე გადის ისეთივე გზა რომელსაც ქვია არაქსის გზა არაქსის დერეფანი. იმ არაქსის დერეფანის ხიდი აკლდა, ერთი ეს ხიდის დაამთავრა მომამდე ირანმა და სწრაფად ააშენა ძალიან. ეხლა არის და ის არის ძალიან საინტერესო სურათია. აქეთ ამერიკული, ესე იგი, ეს ტრამპის გზა, აქეთ ეს არაქსის კორიდორი ირანული და შუაში საზღვარი გადის. საზღვარზე დგანან რუსი მესაზღვრეები. სომხეთის საზღვარი ხო გადის იქ არა? ხო და რუსი მესაზღვრეები დგან ისეთი ბუტერბროდია გადასარევი მოკლედ რა. ამას ხშირად არ აქცევთ. მოკლედ ასეა თუ ისე ეს ყველაფერი ახლა არის ხაერში გამოკიდებული, იმიტომ რომ ირანის საკითხი ვერ მოგვარდა, ირანის საკითხი ხაერშია გამოკიდებული და ყველაფერი მიმდებარე ტერიტორიაზე რაც არის ასევეა ხაერში გამოკიდებული. შენ ფიქრობ რომ ტრამპს დემოკრატიის სურვილი აქვს ირანში დაამყაროს და იმიტომ იბრძვის თუ აქ არის ელემენტარულად ისე დემოკრატიის სურვილი კი არა აქვს. ტრამპს უნდა ჰეგემონია იყოს რეგიონში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთ რეგიონში, რომელიც არის მდიდარი წიაღისეულით. პლუს ისეთ რეგიონში, რომელიც პრაქტიკულად 52%-ით ამარაგებს ჩინეთის ეკონომიკას. ისეთი რეგიონიც, რომლის პროდუქციით ჩინეთის ეკონომიკა საზრდოობს. ჩინეთის ეკონომიკის დამოხრუჭება არის ტრამპის ერთ-ერთი ამოცანა, რომ ჰეგემონია იყოს მსოფლიოში. და რეგიონში ხო გითხარ როგორც უნდა იყოს. რეგიონში ჰეგემონია რო იყოს, ამისთვის უნდა დაეყრდნოს კონკრეტულ ქვეყანას. ეს კონკრეტული ქვეყანა არის ერთის მხრივ ისრაელი, მეორეს მხრივ არაბული სამყარო, პირველ რიგში საუდის არაბეთი. ეხლა საუდის არაბეთი და ისრაელი იმდენ იქნება, რომ დააკავშირა ერთმანეთს ამ აბრაამის ხელშეკრულებებით, რომელშიც დღეს ხოლა აზერბაიჯანის უნდა ჩართულიყო, მაგრამ ეხლა გაჩერებულია, იმიტომ რომ ეს ირანის მოვლენები მიმდინარეობს. მოკლედ იქ უნდა თავისი მოკავშირეების ერთიანი დიდი ჯგუფის შეკრა, რომელსაც ხელისშემშლელი გარემოება არ ექნება ირანის სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა არსებობს ისრაელის პროექტი, რომელიც ირანი ხმამაღლა ამბობს, ყოველთვის ამბობდა, რომ ისრაელი არ უნდა არსებობდეს. ისრაელი იგივეს ლაპარაკობს, ოღონდ ჩუმად. თავისთვის, რომ ირანი არ უნდა არსებობდეს აი ამ ფორმით. და აი ამ სიტუაციიდან გამოსავალს როგორ ხედა? ამ სიტუაციიდან გამოსავალი სოფლიომ რა უნდა? არა, ძალიან რთული მდგომარეობა, გამოსავალი არის რამოდენიმე ვარიანტია, მაგრამ არ არსებობს. ახლა რამოდენიმე ვარიანტია გამოსავლის, მაგრამ ის ფინალი, რომელიც მხარეებს აწყობს, არ არსებობს. არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ვერ მოხდება ის, რაც უნდა ან ირანის ხელისუფლებას, ანაც უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. გარდა მაგისა, მოლაპარაკებაში მონაწილეობს ირანის მხრიდან არაქჩი, საგარეო საქმეთა მინისტრი. არაქჩის და პეჟიშკიანის აზრი
სულ არ აინტერესებს ისლამის რევოლუციის გუშაგდა კორპუსი. ისლამის რევოლუციის გუშაგდა კორპუსი არის სახელმწიფოში. უბრალოდ დროს იგებენ ამით, იმიტომ რომ დრო ამ შემთხვევაში ირანზე მუშაობს და ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ისრაელზე. ნუ ყოველთვის ამერიკის გაუთვლელი იყო ეს ნაბიჯი როგორ? ამერიკის შეერთებული შტატების გამხრიდან გაუთვლელი იყო. ისრაელის მხრიდან არაფერი გაუთვლელი არ იყო, ისრაელმა დაითანხმა. ყველა ვარიანტი აწყობს ისრაელს. ისრაელს აწყობს და ირანს ეხლა უკვე აწყობს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური დარტყმებს იღებს ყოველდღიურად, ირანის ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებები ეს იყო დამუშავებული. დროის გაჭიმვა, ძალების დაგსაქსვა და ესე იგი პრაქტიკულად ზემოქმედება მსოფლიო ეკონომიკაზე. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არ ებრძვის, მსოფლიოს ებრძვის ირანი, ესე გამოდის პრაქტიკულად. და მსოფლიო ებრძვის ირანს, ეგრე გამოდის პრაქტიკულად, ხო? ხო, მსოფლიო რო ებრძოდეს ირანს, გაიხლის დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი. მსოფლიო პირიქით ცდილობს, რომ აი ევროპა მაგალითად, ხო ხედავთ, ცდილობს, რომ რაღაცნაირად არ ჩაერთოს კონფლიქტში. კარგავ, ეხლა შეიცვალა მიდგომები, მაგრამ ნუ აქამდე ესე იყო. ხო და ეხლა გამოსავალს რაც შეეხება, მე ესე ვხედავ ამას ყველაფერს, რომ სწორედ აი ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო ისე უნიკალური შანსი აქვს საქართველოს. ამით ერშიც მithkoms და კიდე ერთხელ გავიმეორებ. ბაქო ჯეიხანი ვერ შედგებოდა რო არ ყოფილიყო ყარაბაღი. ეს არის ხვის უბედურებაზე ხშირ შემთხვევაში შენიკეთებ ბედნიერებას. ასე ხდება პოლიტიკაში და ეს ანიშნავს ჩვენ ცუდები ვართ, სხვა კარგები არა ამ პირიქით. იგივე ეხლა ირანთან დაკავშირებით ამ ფაქტორმა, აი ზუსტად ამ ომის ფაქტორმა განაპირობა ეს ცხოველური დაინტერესება ცენტრალური აზიით და ევროპით მხარეების. ევროპით კი არა, კაც სამხრეთ კავკასიით, ჩვენი ტერიტორიით მათ შორის, ჩვენი გზებით მათ შორის. ხო და რაც შეეხება იქაურ გამოსავალს, ნუ ეგ არის ან უნდა დაიშალოს ირანი, ან ირანის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ან ამერიკის შეერთებული შტატები იქიდან უნდა წავიდნენ. აი ეს ხო არ არის გამოსავალი. ის რომ პარიტეტი შედგეს ეს გამორიცხულია. და როგორ არის მხარეები ნელ-ნელა გადაეწყვნენ უკვე სხვა ვითარებაზე. აი მაგალითად არაბთა გაერთიანებული ემირატების პრობლემა ეხლა უკვე არის მხოლოდ დაბომბვები. და თვალშორის საოცარება ის არის რომ ისრაელს გამოვართვა საერთაშორისო თავდაცვის საშუალებები. და იმით იცავს თავს. თორე თვითონ მისი ნავთობი პორტი ფუჯეირას მეშვეობით გადასარევად გადის დანარჩენ მსოფლიოში. და ფუჯეირა არის ომანის ნახევარკუნძულზე, ორმუზის რუტის იქით რა. ეს მოკლედ ისრაელმა და საუდის არაბეთმა 12000 პაკისტანელი ჯარისკაცი შემოიყვანა თავის დასაცავად. და ნუ მოკლედ ჩაერთო მთელი მსოფლიო აი ამ მონაკვეთში ეს ხო დიდხანს ესე ვერ გაგრძელდება. გაგრძელდება. დიდხანს გაგრძელდება. ეს არ არის, ესე იგი არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება, ხას უსვამს სიტყვა უფლებას, რომ სახე დაკარგოს. და ტენდენცია აი ვისკენ უფრო არის დაუშვათ რომ შეიცვალოს ირანში ხელისუფლება და რაღაც არ არის მაგის კონტურები არ ჩანს. არ ჩანს ხო? და იმისი კონტურები თუ გავითვალისწინებთ რომ მე არჩევნებია შტატებში შეიძლება მოვიდნენ დემოკრატები. მით უმეტეს არ უნდა გავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები ასე თვლის თეთრი სახლი. იმიტომ რომ შემთხვევაში დამარცხება ეს ნიშნავს დამარცხებას. და არ არის დამარცხებული. ჯერჯერობით არ არის დამარცხებული. არასწორად ნაბიჯებია 100 მილიარდზე მეტია დახარჯული, უზარმაზარი რესურსები ამაში კარგება, მაგრამ სარგებელიც არის. ეს სარგებელი ჩანს. მაინც? ნუ ყოველ შემთხვევაში ხლა ევროპის მდგომარეობა, ევროპა ბევრად უფრო მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ხელს კრავს, ევროპა ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამერიკის შეერთებული შტატების როლი ბევრად უფრო გაიზარდა მსოფლიოში, როგორც ფაქტორის. გავლენები კი არა, როლი. ხო ხედავთ ახლა როგორი მდგომარეობაა რა, ნუ აი ყველა ელოდება, ხო ნუ ვერ წარმოვიდგენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში შეხედულები არ არიან, როდის შეხვდებიან ერთმანეთს სი და ტრამპი. და დაასწრებს იქ პუტინის ჩასვლას თუ აი ესეთი მსჯელობები მოვისმინე უკვე ბაღის კიდის სივრცეში. რომელიც საინტერესოა, უბრალოდ როცა მე ამ კითხვებს ვსვამ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხები და რატომაც ეს აღიქმება თითქოს რომ მე ირანის მომხრე ვარ. მე არავის მომხრე არ ვარ, ამ სიტუაციაში ვარ ჯანსაღი აზრის. ძალიან საინტერესო შეხვედრა ქონდა საქართველოს ექსპერტთა ერთ ჯგუფს, პოლიტოლოგთა ერთ ჯგუფს ირანის ელჩთან. დიახ. რომელთა შორის მეც გავხდით. ეს იყო რამოდენიმე დღის წინ. დიახ.
საინტერესოა. ხო და ძალიან საინტერესო საუბარი იყო. ერთი აღმოჩნდა ეს უაღრესად კომუნიკაბელური და მოაზროვნე ადამიანი, საინტერესო ბიოგრაფიით და საინტერესო ცოდნით. ეს არ იყო ჩინოვნიკი, ეს არის დიპლომატიური სკოლის, კონკრეტული დიპლომატიური სკოლის, აღმოსავლური დიპლომატიური სკოლის წარმომადგენელი. ანუ ბევრი რამე ითქვა და გახსნა საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ არის დაინტერესებული ირანის სამხრეთ კავკასიით ზოგადად და განსაკუთრებით ჩვენთან ურთიერთობის ახალი ფორმატების შექმნით. და რადგანაც ეგონა რომ აღფრთოვანებული დავრჩებოდით ჩვენ და ჩვენ ვთქვით რომ ეს გეოპოლიტიკური ვითარება ისეთი რომ ჯერ ნახოთზე არ არის საქმე რომ დასალაგებელია უამრავი რამ ეს ესე ვერ მოხდება ძალიან საინტერესო წინადადებები ქონდა ენერგომატარებლების ტრანსპორტირებით ირანული ენერგომატარებლების ქართული პორტებისაკენ ჩვენ ვთქვით ეს არარეალისტურია მაგრამ ეს გასაგები იყო რომ ეს ასე ვთქვათ თავისაც არ ახმოვანებდა და გარკვეულ ზონდას აკეთებდა და გასაკვირი ამაში არაფერი არ არის მაგრამ ეს კიდე ერთი დამადასტურებელი იყო, რამდენად მხარეებისთვის, რამდენად საინტერესოა ზოგადად რეგიონი და საკაბაჭური საქართველო. არა, ერთი ნეტავინმე მაუხსნას ირანისაც, რომ ჩვენ 1000 წლოვანი მეგობრობა კი არა, 1000 წლოვანი მტრობა უფრო გვაკავშირებს. გასაკვირველი ეს არა დიპლომატია, თვითონ გამიზიანებელია, ხო. სულ ყველაფერი თვითონ აქეთ მოგვიყვება საქართველოს ისტორია მოკლედ. და ამერიკის გააქტიურება საქართველოში არის თუ არა ჩვენთვის საშიში მაგალითად ისევე როგორც იცი რაშია საქმე? ან სამხედრო თვალსაზრისით, ან ერთხელ კიდე გეუბნები, ზოგ შემთხვევაში თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი. ნატოს შესვლის არ იყოს. პროცესი პირველად მნიშვნელოვანი ვიდრე ნატოს წევრობა რაღაც მომენტში. ყოველთვის არა, მაგრამ ეხლა როგორ არის რა პროცესი? ეხლა ზუსტად ეს პროცესია მნიშვნელოვანი. აი რაც შეეხება ამას, ჩვენი დაინტერესება, ჯობია ეს ინტერესის ფაქტორი არსებობდეს და გარკვეული მოლაპარაკებების სისტემების შედგეს, სისტემა შედგეს სხვადასხვა აქტორთან. ვიდრე მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქა, ეს არის ჩვენი მფარველი და მეგობარი და ამის გარდა სხვა არავინ არ. აი ეს ამას მნიშვნელობა აქვს. თუმცა რასაკვირველია ყველაფერში ზომიერებაა საჭირო იმისათვის, რომ არ გამოვიდეს ორსკამზე ჯდომა ერთდროულად და ჩვენ საწინააღმდეგო არ დავზიანდეთ და კიდე ერთი რამეა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამას ხაზგასმით რომ თავდება ვხედავ ეს არის რეგიონალური აქტიური პოლიტიკა და ეს არის იმისი მიღწევა რომ სამივე ქვეყანა იყოს რაღაც საკითხებში ერთ პოზიციაზე ეს არის უმნიშვნელოვანესი ეს არის ყველგანზე კარგად აღქვა საქართველოს აზერბაიჯანი და სომხეთი გასაკვირველი სამი რესპუბლიკა სამი პატარა ქვეყანა ეს არის ყველაზე კარგად აღქმადი მსხვილი მოთამაშეებისთვის. ბევრად უფრო მეტ ანგარიშს უწევენ ისინი კოლექტიურ პოზიციას, ვიდრე ცალკეული ქვეყნის პოზიციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური თვალსაზრისით. შეგიძლია კულტურული თემატიკა ჩართო, შეგიძლია სხვა ტიპის ფინანსური, მაგრამ ეკონომიკა არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად ეს ალიევის ეს ინიციატივა რაც იყო თქვა ის ალიევის ინიციატივა თუ უბრალოდ სურვილი ეს მეორე საკითხია მაგრამ ასეა თუ ისეა ეს მნიშვნელოვანია ამ სეგმენტის თვითონ გაკონტროლება როგორი ფორმას შეიძენს ეს მოახერხებს თუ არა ამას საქართველოს და აზერბაიჯანის ეს მეორე საკითხია მაგრამ უკვე ამ თემის არსებობა უკვე გაიგეს და უკვე რეაქცია ქონდა რა რეაქცია და ვის არანაირ ჯერჯერობით არა ისეთი უარყოფითი არა ჯერჯერობით ესეთი ტესტირებას გადის ეს ყველაფერი დიდი მადლობა მამუკა საინტერესო საუბრისთვის ნახოთ დაველოდოთ როგორ განვითარდება დაველოდოთ კი ბატონო სულ ოდინის რეჟიმში არა ვართ ისე ხო მეტი რა უნდა ვქნათ მადლობ გემშვიდობები და ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს და მსმენელს მომავალ პარასკევამდე ნახვამდის